kapatmak için gençlerin arkasında ჩვენ სამეზობლოში ისევ არეულობაა. ამჯერად ყურადღების ეპიცენტრში თურქეთი აღმოჩნდა, სადაც პოლიტიკური სკანდალის შემდეგ ქვეყნის რამდენიმე მთავარ ქალაქში დიდი აქციები იმართება. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პროტესტები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. დღეს ვისაუბრებთ, რა ხდება მეზობელ სახელმწიფოში, რა აქციები არის, რის გამო დაიწყო და რაც მთავარია, რა ოპოზიცია ყავს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ ადამიანს, ერდოღანს გულისხმობ, ამ ყველაფრის შესახებ ვიდეოში ვისაუბრებთ. მიუხედავად იმისა, რომ გარედან თითქოს ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ თურქეთის პრეზიდენტს რეჯიპ თაიფ ერდოღანს პოლიტიკური სადავეები ხელში უჭირავს და სიტუაციას სრულად აკონტროლებს, ეს ზედაპირული წარმოდგენაა. სინამდვილეში კი ერდოღანს ქვეყნის შიგნით რეალური პოლიტიკური გამოწვევები აქვს. გამოწვევები კიდე რბილად ნათქვამია, მას ურთულესი პოლიტიკური პრობლემები აქვს. თან ახლა მე ვსაუბრობ პოლიტიკურ პრობლემებზე და არა ფინანსურზე, რომელიც წლებია თურქეთის ეკონომიკას გუდავს. ის რომ თურქეთის ლიდერი ნელ-ნელა კარგავს გავლენას, ხოლო მისი ოპოზიცია სულ უფრო ძლიერდება, კარგად გამოჩნდა 2024 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტია დამარცხდა. ნახოთ, როგორ გამოიყურება ოპოზიცია თურქეთში. სახალხო რესპუბლიკური პარტია ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც დღეს თურქეთში ყველაზე რეიტინგულია. ამის ხმის საფუძველს ისევ და ისევ 2024 წლის არჩევნები იძლევა. მათ ხმების 35%-ზე მეტი მიიღეს. შემდეგი არის კეთილდღეობის ახალი პარტია, მერე მოდის ნაციონალისტური მოძრაობის პარტია, რომელიც ერდოღანის პარტიასთან ერთად იყო ალიანსში. შემდეგ შრომისა და თავისუფლების ალიანსი და ბოლოს კარგი პარტია. არ გეგონოთ, რომ მე ვაქებ, უბრალოდ ასე გქვია, კარგი პარტია. რუკას რომ შევხედოთ, თუ როგორ გამოიყურება არჩევნების შედეგი, ნათელია, რომ ერდოღანს დიდი მხარდაჭერა აქვს ცენტრალურ და აღმოსავლეთ თურქეთში, სადაც ძირითადად ცხოვრობენ ტრადიციული ისლამისტები. ოპოზიცია კი ლიდერობს დასავლეთში. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთში ოპოზიცია ანგარიშგასაწევი ძალაა. წარმოიდგინეთ, თვითმმართველობის არჩევნებზე მათ თითქმის ყველა მთავარ ქალაქში მოუგეს მთავრობას. სტამბოლში, დედაქალაქ ანკარაში, ბურსაში, იზმირში, ანტალიაში. ეს დაახლოებით იგივეა საქართველოში ოცნებას რომ მოუგოს ოპოზიციამ ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ასე შემდეგ. ამ სასტიკ კონკურენციაში გამოიკვეთა და გამოიჭედა, თუ კი შეიძლება ასე ვთქვათ, ერდოღანისთვის საკმაოდ სერიოზული, არაკომფორტული და ღირსეული კონკურენტი ექრემ იმამოღლუ. იმამოღლუ წლების განმავლობაში ძლიერდებოდა და ბოლოს თურქეთის პრეზიდენტის მთავარ თავისკივილად გადაიქცა. სტამბოლის ზედიზედ ორჯერ მოგება კი როგორც ჩანს სერიოზული ნიშანი იყო რეჯეპისთვის, რომ ამ კაცს სანამდროა რამე უნდა მოუხერხოს. ვინ არის ექრემ იმამოღლუ? იმამოღლუ 1970 წელს შავი ზღვის სანაპიროზე ტრაბზონის პროვინციაში დაიბადა. პროფესიული განათლება მან ჩრდილოეთ კვიპროსზე ამერიკის უნივერსიტეტში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ ოჯახთან ერთად სტამბოლში გადავიდა. ერდოღანის მსგავსად ისიც შეყვარებული იყო ფეხბურთზე, ვინც არიცით, ერდოღანი წარსულში ფეხბურთს თამაშობდა საკმაოდ სერიოზულ დონეზე. ხოდა ექრემი, როდესაც ჩრდილოეთ კვიპროსში ცხოვრობდა, ნახევრად პროფესიულ ლიგაში იყო ერთ-ერთი მოთამაშე. სხვათა შორის საინტერესოდ განვითარდა მისი პოლიტიკური კარიერა. ის არა პირდაპირ მაღალ თანამდებობებს დაეწაფა პარტიაში, არამედ საპირისპიროდ დაბალი დონიდან დაიწყო და თვითონ ასე ეტაპობრივად და თანმიმდევრულად გაიკვალა გზა. რაც შეეხება შეხედულებებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონ ყვება მისი ოჯახი მემარჯვენე ცენტრისტული იდეების მომხრეა, თავად ექრემი სოციალ-დემოკრატიულ ფასეულობებს იზიარებს. როგორც უკვე გითხარით, სწავლის შემდეგ ის ოჯახთან ერთად სტამბოლში გადავიდა. ისინი ბეილიქდუზუს უბანში დასახლდნენ. 2008 წელს ექრემი სახალხო რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანდა, ხოლო 1 წლის შემდეგ პარტიიდან უბნის მთავარი კანდიდატი გახდა. 4 წელიწადში აღნიშნულ რაიონში გამარჯვება მოიპოვა. საინტერესო ის არის, რომ 2019 წლამდე ეს ადამიანი დიდად არც პოპულარული იყო, არც რაღაც განსაკუთრებული რეიტინგი ჰქონდა. ამიტომ იმ დროს ერდოღანიც კი ვერ იფიქრებდა, რომ უბნის პოლიტიკოსი მის მთავარ მეტოქედ გადაიქცეოდა და 3ჯერ დაამარცხებდა არჩევნებში. მოკლედ 2019 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ სტამბოლის მერობის კანდიდატად წარადგინა იმამოღლუ. საპასუხოდ ერდოღანმა ქვეყნის ყოფილი პრემიერი ბინალი ილდირიმი. მოსალოდნელი გამარჯვების ნაცვლად ილდირიმი დამარცხდა. გამწარდა ახლა ერდოღანი, იმიტომ რომ სტამბოლის წაგება ეს არის სრული კატასტროფა და ამბობს ასეთ რაღაცას. არჩევნები მიმდინარეობდა სისტემური დარღვევებით და ცესკოს მოუწოდა შედეგების ანულირებისკენ. თან რა იყო იცით, რომ იმამოღლუმ გაიმარჯვა 0.2%. ეს არის დაახლოებით 13,000 ხმა. ცესკომ გადათვალა ხმები და თქვა, რომ არა, იმამოღლუმ ნამდვილად მოიგო, შესაბამისად დაუმტკიცდა მერობის მანდატი. თუმცა დაახლოებით ერთ თვეში შედეგები მაინც ანულირდა. ჩაინიშნა ხელახალი არჩევნები, სადაც იმამოღლუმ უფრო დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ერდოღანსაც სხვა გზა აღარ ჰქონდა აღიარა ამ ადამიანის გამარჯვება. 2024 წელს კი უბნის პოლიტიკოსობიდან დაწყებულმა ექრემმა მესამედ დაამარცხა მთავრობა სტამბოლში და მეორედ გახდა მერი. იმამოღლუმ საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნა, ხალხი მას მიჰყვებოდა და გაუჩნდა უფრო დიდი ამბიციები, რომლებიც სტამბოლს ცდება. ამას კარგად ხედავს ერდოღანიც და როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს, მთავარი ოპოზიციური ფიგურის წინააღმდეგ დაიწყო სამართალდევნა. 2023 წელს ექრემს სურდა მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა სასამართლომ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წევრის შეურაცხყოფისთვის. მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით 2 წლითა და 7 თვით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. იმამოღლუმ გაასარჩივრა და სააპელაციო სასამართლოს დღემდე არ აქვს განაჩენი გამოტანილი. უნდა ითქვას, რომ ამ ამბავმა უფრო დადებითად იმოქმედა პოლიტიკოსის იმიჯზე. იმიტომ რომ როგორც ასეთ დროს ხდება, როდესაც მთავრობა ბრძოლას უწყებს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, საბოლოოდ ხალხში ეს ისე აღიქმება, თითქოს ეს არის უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ჩაგრული ადამიანი, რომელიც ეწირება რაღაც დიდ მისიას და ასე შემდეგ. შესაბამისად, ოპოზიციურ მედიას ამ შემთხვევაში შეუძლია სრულად გადააწყოს თავის დღის წესრიგი კონკრეტულ პიროვნებაზე და ნებისმიერი სტუმარი, ექსპერტი თუ გამვლელი ალაპარაკოს მხოლოდ ამ ადამიანზე. ანუ საბოლოოდ ეს რეპრესიები შემოუბრუნდა ექრემს თავის სასარგებლოდ. ახლა განვიხილოთ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რატომ და როგორ გახდა იმამოღლუ ქვეყნის მოსახლეობისთვის ასეთი საინტერესო პოლიტიკოსი. თან ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ იმამოღლუს მოდელი არის ზუსტად ის, რასაც დღეს საქართველოში უნდა აკეთებდეს ოპოზიცია, მაგრამ აკეთებენ აბსოლუტურად საპირისპიროს. მოკლედ, თურქმა პოლიტიკოსმა იცოდა, რომ ერდოღანის პარტიას სამართლიანობას და განვითარებას აძლევს ხმას მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა. შესაბამისად, ეს ხმები აქეთ არის წამოსაღები. ვინ არის ერდოღანის ამომრჩეველი? ძირითადად ანუ აღმოსავლეთ რეგიონში ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ რელიგიური დღის წესრიგით. შესაბამისად, იმამოღლუმ არა მათი დამცირება, დაცინვა და დაკნინება დაიწყო, არამედ პირიქით. დადიოდა მეჩეთებში, ესაუბრებოდა სასულიერო პირებს, პირდებოდა რელიგიური სიძველეების აღდგენას, რესტავრაციას, სთავაზობდა თავის იდეებს, ხედვებს და თვითონ ეწეოდა პროპაგანდას, რელიგიის პროპაგანდას ამ ადამიანებში. ამ ხალხმა იფიქრა, რომ ეს კაცი იმამოღლუ არა მხოლოდ ახალგაზრდების და შუა ასაკის ამომრჩევლის ინტერესებს დაიცავს, არამედ ჩვენთანაც საკმაოდ ახლოს დგას. შესაბამისად, რაღა მაინც და მაინც ერდოღანს უნდა მიუცეთ ხმა, როცა არის ასეთი ახალგაზრდა, ენერგიული, ქარიზმატული ლიდერი. ამას ემატებოდა ის, რომ კარგი იუმორი აქვს, შეუძლია ადამიანების მონუსხვა და ზოგადად დადებითად პოზიციონირებდა. ის, რომ არც ერთი პარტიის ამომრჩევალ შეურაცხყოფას არ აყენებდა, ავტომატურად გამოიწვია მისი ამომრჩევლის ბაზის უწყვეტი ზრდა. ჩვენ ქვეყანასთან პარალელი რომ გავავლოთ, იმამოღლუს ეს მიდგომა გვაჩვენებს, რომ არ შეიძლება სხვა პარტიის ამომრჩევლის დაცინვა და დაკნინება და მათგან დისტანცირება, ხოლო საკუთარი ამომრჩევლის და ამ ბაბლად ქცეული საზოგადოების გახარება. პირიქით, წამოსაღები არის იქიდან აქეთ ხმები. შეიძლება თვითონ იმამოღლუ სულ არ გიждდება მაგალითად კონკრეტულ რელიგიურ პირებზე და ასე შემდეგ, მაგრამ იმდენი ჭკუა მაინც ყოფნის, რომ შეურაცხყოფელი განცხადებები მათ წინააღმდეგ არასდროს არ გააკეთოს. ხო, და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც უნდა აღინიშნოს, ეს არის ის, რომ სტამბოლის მერობა პრესტიჟით პრეზიდენტობის შემდეგ ნომერ პირველია. პოლიტიკურადაც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ პრეზიდენტის შემდეგ უმთავრესი თანამდებობაა. ქალაქში ცხოვრობს 15 მილიონზე მეტი ადამიანი. თურქეთის ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის ძირითადი ნაწილის ავანგარდში სტამბოლია. ასეთი ქალაქის მერობა ავტომატურად უზარმაზარ გავლენას ნიშნავს ქვეყანაში. ახლა გადავიდეთ ბოლო დღეების ქრონიკაზე. შეიძლება ჩვენთვის წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, მაგრამ არის მსოფლიოში ისეთი ქვეყნები, სადაც ადამიანის განათლებას ყურადღებას აქცევენ. აინტერესებთ, რა დაამთავრა სასწავლობდა და ასე შემდეგ. ანუ ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობა რომ დაიკავო, უყურებენ შენ უშუალო განათლებას. ხვალ რომ ბეშიქტაშის ფეხბურთელმა თქვას, რომ აი მე მინდა თურქეთის პრეზიდენტი გავხდე, სულ მცირე უმაღლესი უნდა კონდეს დამთავრებული. ბოლო-ბოლო თურქეთია, ხო, რაღაც უგანდა, რუანდა და აფრიკის ქვეყანა ხომ არ არის ასეთ რაღაცას ყურადღებას რომ არ აქცევდნენ. 18 მარტს სტამბოლის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ იმამოღლუს დიპლომს აუქმებს. 19 მარტს კი პოლიტიკოსი დააკავეს. ის არის დაკავებული კორუფციისა და ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით. რამდენიმე დღეში უნდა ყოფილიყო სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზი და იმამოღლუ ოფიციალურად გახდებოდა 2028 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი. შეიძლება იკითხოთ, რომ თუ არჩევნების ამ წელიწადში არის, რა საჭირო იყო ახლა ამ კაცის დაკავება. პასუხი არის ისევ და ისევ მძიმე პოლიტიკურ გარემოში, ანუ ქვეყანაში არის სერიოზული ეკონომიკური გამოწვევები, ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვერ აგვარებს ერდოღანის მთავრობა. ამიტომ იზრდება მოსახლეობაში ეს უკმაყოფილება და რიგ გარეშე არჩევნების ჩატარების რიტორიკა.
მით უმეტეს ბოლო პერიოდში გაძლიერდა წნეხი რესპუბლიკურ პარტიაზე, მის წევრებს აკავებენ და ამ პარტიის ლიდერი ოზგი როზელი ხელისუფლებას კრიზისის განმუხტვის მიზნით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას თავაზობს და ეუბნება, რომ მოდით არჩევნებმა გადაწყვიტოს რა სურს სინამდვილეში ხალხს. მოკლედ, ამ ფონზე დააკავეს იმამოღლუ, რასაც ისედაც დაძაბული გარემოს უკიდურესად დაძაბვა მოყვა. ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოვიდა 100,000-ობით ადამიანი. პიკმაკი სტამბოლში 500,000 დემონსტრანტს მიაღწია, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია. პოლიციამ წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დააკავეს 1000-ზე მეტი გამოსვლელი და 10-ზე მეტი ჟურნალისტი. თურქეთის რადიო და ტელემაუწყებლობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ებუბექირ შაჰინმა განაცხადა, რომ ის მაუწყებლები, რომლებიც ადამიანებს მოუწოდებენ გამოვიდნენ აქციებზე, მათ დაუწესდებათ სანქციები, ხოლო უარეს შემთხვევაში საერთოდ გაუქმებს ლიცენზიებს. მოკლედ, ოპოზიცია და თვითონ იმამოღლუ ამბობს იმას, რომ არანაირ კორუფციასთან და მით უმეტეს ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს და ეს ყველაფერი არის პოლიტიკური შურისძიება. ახლა მოდით მოვისმინოთ, რას ამბობს მეორე მხარე, ანუ რას ამბობს სახელმწიფო. რეალურად აქეთ მხარეს, ანუ სახელმწიფო, რასაც აბრალებს და ედავება, საკმაოდ მძიმე ბრალდებებია, თუმცა რამდენად რეალურია, ეს გასარკვევია. ახლა გეტყვით, რაზეა საუბარი და თავად განსაჯეთ. იმამოღლუზე არის ინფორმაცია, რომ დაახლოებულია ბერძენ პოლიტიკოსებთან. მას ვიზიტიც ჰქონდა საბერძნეთში, სადაც ადგილობრივ პოლიტიკოსებს შეხვდა. ეს იყო 2021 წელს ათენში. ასევე არის საუბარი, რომ მას პირდაპირი კავშირი აქვს თურქეთში აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ქურთების მუშათა პარტიასთან. ამ ინფორმაციებს ახლა აქტიურად ამუშავებს პროსახელისუფლებო მედია და აზრის ლიდერები. ასევე ისინი ინტენსიურად წერენ და საუბრობენ იმის შესახებ, რომ იმამოღლუ ქვეყანაში ანტიისლამური მუხტის აწევას ცდილობს და რელიგიურ ტრადიციებს უკანა ფონზე გადაწევს. რაც არ უნდა იყოს მთლიანობაში ეს დაკავება საბოლოოდ მაინც იმამოღლუს სასარგებლოდ იმუშავებს. იმიტომ რომ ჯერ ერთი ოპოზიცია გაერთიანდა მის ირგვლივ, ყველამ გამოუცხადა თანადგომა და სოლიდარობა და მეორე, მისი ამ მომრჩეველი ახლა ხედავს ეს რა თქმა უნდა სუბიექტურად, რომ აი ნახე, თურმე სწორ მხარეს ვართ. ჩვენს ლიდერს ასე რომ იჭერენ, ასე რომ დევნიან, ასე რომ ებრძვიან, ეს ნიშნავს, რომ სწორად მივდივართ. თან ნახეთ, დაკავებამდე ისედაც საკმაოდ ხელშესახები უპირატესობით მაღალი რეიტინგი ჰქონდა ერდოღანთან შედარებით და ახლა კიდევ უფრო გაიზრდება. მისმა პარტიამ კი საბოლოოდ დაადასტურა, რომ იმამოღლუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. ამ შემთხვევაში დიპლომის ამბავი ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ადვოკატების თქმით, ისინი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სხვადასხვა აქ საინტერესო ის არის, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანს მონაწილეობის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ ეს ვადები კონსტიტუციით არის შეზღუდული. ამიტომ ისიც მოსალოდნელია, რომ შეიძლება ერდოღანმა კონსტიტუცია შეცვალოს. აწი უკვე მხოლოდ დრო გვიჩვენებს, ერთ-ერთი ყველაზე ცბიერი, ჭკვიანი და წინდახედული პოლიტიკოსის ეს ნაბიჯი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძიმე შეცდომა, თუ პირიქით მორიგ ჟერზე სწორად გათვალა რაღაცეები. მე ვერ გეტყვით იმამოღლუ მართლა დამნაშავე არის თუ არ არის, ჰქონდა თუ არა კავშირი ტერორისტებთან თუ არ ჰქონდა, თუმცა რასაც ვერ უარყოფთ არის ის, რომ ამ ადამიანის რეიტინგი არის მზარდი, სამჯერ მოუგო ხელისუფლებას სამართლიანად არჩევნები, შესაბამისად ის ნამდვილად გახდა ძალაუფლებაში შეცილების ერთ-ერთი თავარი აქტორი. ერდოღანი თავის მხრივ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, რომელსაც უძლიერესი პოლიტიკური ალღუ აქვს. იდეალურად იცის, როგორ ითამაშოს საერთაშორისო დონეზე, თუმცა სიტუაციას სრულად ვერ აკონტროლებს შიდა არენაზე. გარდა ამისა, ძალაუფლების მიტაცების ფაქტებიც სახეზეა. 22 წელიწადი წამყვან თანამდებობაზეა, იყო პრემიერიც და არის პრეზიდენტი. შესაბამისად, ამ ორ შორის მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ იქნება, ხოლო გამოკვეთილი ფავორიტი არ ჩანს. ჩვენს რეგიონს რაც შეეხება, ზოგადად ძლიერი ერდოღანი არ აწყობს რუსეთს. ეს ორი ძალა მუდმივად ერთმანეთში კონკურირებს როგორც კავკასიაში, ისე ახლო აღმოსავლეთში და ბოლო პერიოდის მოვლენებს თუ გადავხედავთ, ერდოღანმა პუტინს მოუგო ჯერ სამხრეთ კავკასიაში, შემდეგ უკვე სირიაში, როდესაც თავის მთავრობა მოიყვანა. იმამოღლუ არ არის მკაცრი ნაციონალისტური და მილიტარისტული საგარეო პოლიტიკის მომხრე. მისი მთავარი პრიორიტეტია მოლაპარაკებები, ევროკავშირთან დაახლოება და დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, ის გააგრძელებს თურქეთის ინტერესების დაცვას, თუმცა არა ისე აგრესიულად, როგორც ამას ერდოღანი აკეთებდა. ძლიერი ერდოღანი სხვათა შორის არც ევროპას აწყობს. იმიტომ რომ დღეს, როდესაც ევროპა არ არის მოწოდების სიმაღლეზე, თურქეთის დომინაცია კიდევ უფრო იზრდება და შესამჩნევია. პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი პირდაპირ სთხოვდა ერდოღანს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში მთავარი როლი ეთამაშა და მისი სამხედროები გამოეგზავნა სამშვიდობო მისიაში. თურქეთიც სარგებლობს ამ კონფლიქტით და თავისი როლის მნიშვნელობის გაზრდა სურს. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ კლასიკურ ევროპულ წამყვან ქვეყნებს დიდად გულზე არ ეხატებათ თურქეთის ლიდერი თავის ამბიციებთან ერთად, რომელიც ახლა ცდილობს ანკარის სიძლიერე ბრიუსელზე მაღლა დააყენოს.
უშუალოდ ჩვენად შეგვეხება, ჩემი აზრი ასეთია, რომ არსებული პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, სადაც საქართველოს არ ყავს ძლიერი და კარგად შეიარაღებული არმია, ხოლო ჩვენს პოლიტიკოსებს არ აქვთ რაღაც განსაკუთრებული საგარეო ლობი, რუსეთსა და თურქეთს შორის მკვეთრად რომელიმე სასარგებლო ძალთა ბალანსის ცვლილება ჩვენ არ გვაწყობს. რეალურად ორივე იმპერიალისტური ამბიციის მქონე ქვეყანა არის. ერთი ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს, ხოლო მეორე ახლა იმას აკეთებს, რომ ჩვენს ირგვლივ მაქსიმალურად გააძლიეროს თავის რელიგიური უპირატესობა და გავლენა. ამას სხვათა შორის აკეთებს მათ შორის ჩვენთან მოსაზღვრე ჩრდილოეთის რეგიონებში. ამ რუსეთის რეგიონებსაც თავი რომ დავანებოთ, ხომ, სადაც თურქეთი ძლიერდება. აგერ აფხაზეთში ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, იქაც კი ყავდა თავის კაცი დაყენებული, რომელმაც კინაღამ მოიგო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია ამ ორი ძალიდან ერთი რომელიმე კი არ გაბატონდეს, არამედ მუდმივად არსებობდეს რაღაც ძალთა ბალანსი. აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი ეპიზოდი, მე მოგიყევი თუ რა ხდება თურქეთში და რომელი მხარეები არიან დაპირისპირებულები და ბოლოს გაგიზიარეთ ჩემი შეხედულებები. მე კი სიამოვნებით გავეცნობი თქვენს აზრს, რას ფიქრობთ ამ პროცესებზე და როგორ შეიძლება აისახოს ეს ჩვენს რეგიონზე. დროებით.